მოგესალმებით. მედიაკავშირი ობიექტივი აგრძელებს მაუწყებლობის პირდაპირ ეთერში. გადაცემით კვირის მოვლენა. გადაცემის წამყვანი გახლავართ მე ზაზა კვიცარიძე. თქვენ გვისმენთ რადიო FM 105 და 0-ზე, ასევე შეგვიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით მისამართზე www.obiektivi.net. ჩვენი სტუდიის ტელეფონია 2-388-105. ვიმეორებ 2-388-105. გარდა ამისა შეგვიძლია მეგობრდეთ Skype-ში აკრიფოთ ლათინური ასოებით ობიექტივი და ჩვენ შემოგიყვანთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა. გამარჯობთ ქალბატონო ლალი. მოგესალმებით. მოგესალმებით. და რადგან გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა კი იქნება გაუმჯობესდა თუ არა, თუ გაუარესდა მდგომარეობა ციხეებში. აი ამ კითხვით მე რა თქმა უნდა მიმართავ ქალბატონ ლალის და ასევე ჩვენ მაყურებელს. თუ მსმენელს, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვენი მოსახლეობისათვის ეს საკითხი მეტად აქტუალურია. ქალბატონო ლალი, თქვენ დღეს ბრძანდებოდით ქსნის ნომერ 15 საპრობილეში. ციხეა ხო თუ საპრობილეა, ზუსტად არც კი ვიცი როგორ არის, მაგრამ თქვენამდე სანამ თქვენ რო დილას გესაუბრეთ, იყო ჩემთან ზარი. და მობრძანა მე ქალბატონი, პატიმრის გურამ ვარდუაშვილის დედა ქეთევან დედა ლიანა ჭყოიძე და ქეთევან ჭყოიძე. და მათ გითხრეს რომ დაურეკა მათმა ვაჟმა და უთხრა რომ საშინელ მდგომარეობაში ვართ, გვცემენ და გვემუქრებიანო. ამ მომენტში ოფისში ჩვენთან მე თქვენთან ვრეკავდი დაკავება იყო, ოფისში იყვნენ სოსო მანჯავიძე და დიმიტრი ლოთქიფანიძე და სასწრაფოდ გაიქცენ. იმიტომ რომ იმდენად ესეთი შემაშფოთებელი იყო ამ ქალბატონის და მისი ქალიშვილის ესეთი რეაქცია, რომ ჩვენს ნუ შევშინით ახლა ცოტა გაგვიკვირდა კიდევაც, იმიტომ რომ იმედი გვაქვს რომ ეს დამთავრდა. გავატანეთ ეს სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულია მართალია ბოლომდე, მაგრამ რაღაცა მომენტი მაინც რაღაც გადავლახეთ. აი რას გეტყვით, რა მოხდა, აი რა იყო დღეს მაინც ამ ციხეში, რა აღმოჩნდა ეს ვარდუაშვილის საქმე, სინამდვილეში როგორ იყო, იმიტომ რომ მე უკვე მოვისმინე ცოტა სხვა ინფორმაციები და თქვენ როგორც თვითმხილველმა გითხარით ორი-ორი სიტყვით რა მოხდა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მე ზუსტად ვიცი რომ თქვენს გადაცემას, თქვენს ტელევიზიას ძალიან აქტიურად უყურებენ და უსმენენ ციხეებში და მინდა ვუთხრა ყველა პატიმარს აბსოლუტურად რომ დღეს არ არსებობს არანაირი საბაბი ნერვიულობის და ნუ იქნება ეს გადამდების სიმპტომი, იმიტომ რომ ნამდვილად დღეს არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული. ჩვენ შევხვდით ზუსტად ამ პატიმარს და ნამდვილად არ არის არც ნაცემი, არც ნაწამები, ამაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. აბსოლუტურად ყველა კარი გახსნილია, პატიმრები იკრიბებიან, გადიან ეზოში, ესაუბრებიან ერთმანეთს. რისი პრობლემაც არის, ეს არის რა თქმა უნდა მედიკამენტების პრობლემა და სამედიცინო პერსონალის. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი პატიმრები არიან უმძიმეს მდგომარეობაში იმ მძიმე რეჟიმის გამო, რომელიც არსებობდა მთელი 8 და 9 წლის განმავლობაში. მათ ზუსტად ამ რეჟიმის გამო აქვთ საშინელი დაავადებები განვითარებული, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც არის ტუბერკულოზი, შიცი, ჰეპატიტის მძიმე ფორმა. მათი მკურნალობა არ ხდება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხდებიან. რა თქმა უნდა და მათი მკურნალობა არ ხდება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მედიკამენტები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რა თქმა უნდა მედიკოსთა ნაწილი არათუ მედიკოსები იყვნენ, არამედ ისეთივე ჩვეულებრივი ჯალათები იყვნენ და ისინი ჯერ კიდევ დიდ აგრესიას იწვევენ. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ იმ 2-3 კვირიან გარდამავალ პერიოდში, როდესაც ყალიბდებოდა ახალი მთავრობა და ვთქვათ არჩევნებისთვის ვემზადებოდით და ჩვენ როგორც მონიტორინგის ჯგუფი მუდმივად შევდიოდით და ვაკვირდებოდით სიტუაციას, ერთი რამ მაშინ ვეიყო თვალშისაცემი და მე ამაზე სხვათა შორის არაერთი სტატია დავწერე, რომ არ შეიძლება პატიმარი, რომელსაც ჯერ აი ესეთი წნეხის ქვეშ ატარებდი, აწამებდი, უმძიმეს პირობებში ყავდა, უცებ ერთჩვენიერ დღეს ასე ყველა კარი გაუხსნა, უცებ ჩვენ ვნახეთ სახურავზე ასული პატიმარი, უცებ გამოდის ციხიდან რაღაცა არარსებული ამბები, მათ შორის ბადრაგით ხელის ხლება და ცემა და ასე შემდეგ და მე მაშინ ვთქვი, რომ ეს რაღაცა მე მაგონებს ნელი მოქმედების ნაღმებს, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და ერთ-ერთი ასეთი აფეთქების ინსპირირება დღეს უნდა მომხდარიყო, ხდება ანუ მოხდა სპეციალურად ფსიქოლოგიური ზემოქმედება უკვე სხვა კუთხით რომ არ იქათ თქვენ აგერ აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ რაც თავისთავად საშიშია იმიტომ რომ კი ბატონო, მეც ვამბობ, რომ 70% უდანაშაულოა დღევანდელ ციხეებში და ნამდვილად უნდა დაიცალოს და ნამდვილად უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს ნორმალური ადამიანები, მაგრამ 30% ხო არიან მძიმე კრიმინალები, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირავთ რაღაცა ბერკეტები, ძალიან დიდი ნაწილი აი ასეთი კრიმინალების სხვადასხვა ტიპის დაკვეთას ასრულებს და ჩვენ ზუსტად აი ამ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. მე მინდა აქვე ვთქვა და მოვეფერო ჩვენ პატიმრებს, მე მათ გვერდზე ვდგავარ, გუშინაც მთელი დღე
მე-6-ში, რუსთავის მე-6-ში გავატარე, სადაც იყო პრობლემა დავით პაპაშვილთან, რომელსაც ორი ბრიტვა ეჭირა ხელში და ამბობდა, რომ გადაისერავს ვენებს და ითხოვდა ჩემთან გასაუბრებას და როდესაც მივედი მასთან გავესაუბრე და ვუთხარი, დღეს ხარ წნეხის ქვეშ, ხდება დღეს რამე და არა, მან მომიყვა მისი საზარელი ისტორია, მაგრამ ეს ისტორია სათავეს იღებს 2005, 6, 7 წლებში და ნამდვილად ეს ადამიანი მორგში აწამეს, შემდეგ მის თვალწინ მოკლეს ორი ადამიანი და ის უკვე პრაქტიკულად ფსიქიატრიულ აშლილობამდე მიყვანილი გააგზავნეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ისეთი მედიკამენტები მიაღებინეს, რომ ნამდვილად ძალიან მძიმე ვითარებაშია, მაგრამ ამ ადამიანს სულიერი ტრავმაც აქვს. გარდა იმისა, ფიზიკურად ძალიან სუსტად არის და მძიმედ გრძნობს თავს და თხოვა ადვოკატთან დაკავშირება და ზუსტად თქვენი სტუდიიდანაც მოვახერხე მასთან დარეკვა და ასეთი ძალიან ბევრია. დავით გამხუაშვილი ასევე 2003 წლიდან ხდებოდა მისი წამება და მისი ტანჯვა, მაგრამ როდესაც ეკითხები მიდიხარ პატიმრებთან, რომლებიც აპირებენ რაღაც თავის სხვადასხვა მეთოდით, თუნდაც თვითდაზიანებით აპირებენ სათქმელის თქმას და მიდიხარ, მათ არა აქვთ პრეტენზია ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ადმინისტრაცია. ეს უბრალოდ ერთგვარი ხერხია, რომ დარმენაირად თქვენ დაგიკავშირდეთ ამ დამცველებს. მოსმენა მოხდეს მათი ისტორია. ასეთი ისტორია მეც, ძიმამაც, სოსომაც, სხვებმაც მოვისმინეთ ათასობით და ყველა შემზარავია და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალაიების რეჟიმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ისინი უნდა იყვნენ გასამართლებულები და ასევე ყველა ის დანარჩენი პირი, რომელიც ჯალათი იყო, რომელიც ჯიდა პატიმრებს და მე აბსოლუტურად ყველა პატიმარს ვუთხარი, რომ თქვენ ხო გყავთ ადვოკატები და დაიწყეთ საქმის წარმოება მათ წინააღმდეგ და ნამდვილად ვიცი, რომ ყველა უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ იქ ახალი დირექტორია მაგალითად გოჩა გიგანი, რომელიც ჩემთან ერთად ესწრებოდა აი ამ მოლაპარაკების პროცესს, როდესაც ამ ადამიანს ვესაუბრებოდით და ნამდვილად ძალიან გულისხმიერი ადამიანია, ნამდვილად იზიარებს ყველა პატიმრის მოთხოვნას, მაგრამ და ვესაუბრეთ პატიმრებს, ისინი დღეს არ ითხოვენ იმაზე მეც, რაც არ უნდა მოითხოვოს პატიმარმა, მაგრამ აი ეს მძიმე ტრავმები გამოყოლილი აქვს და ცხადი ამაზე ხდება ფოკუსირება. რაც დღეს ხდებოდა ქსანში, ესეც გამომდინარეა იქიდან, რაც წლების განმავლობაში იქ იყო. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი არასრულწლოვანი, რომელსაც სახე აქვს მაგალითად მძიმე მდგომარეობაში დაჩირქებული და არ ხდება მათი მკურნალობა. 15 ადამიანია პირამოკერილი და ჩვენ სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ, ეს ეგრევე მივედით, როგორც კი პირი ამოიკერეს და მათი ერთადერთი თხოვნა არის, რომ გამოჩნდა რამოდენიმე ასე ვთქვათ, ციხის ადმინისტრაციაში და ბადრაკში ადამიანები, რომლებიც მათი აზრით შემჩნეულები არიან ესეთ არაადამიანურ მოპყრობაში და ძალიან კარგი და დადებითია, რომ იმ წუთში, რა წუთში მე ძიმამაც და სოსომაც, როგორც კი შევედით და რეაქცია მოვახდინეთ ამ ყველაფერზე და ვითხოვეთ დაკავშირება სამინისტროსთან, იმ წუთში გაჩნდნენ მინისტრის მოადგილე წერეთელი ირაკლი, მირზა სუბელიანის სპეც ანუ ასე ვთქვათ სოზარის მოადგილეები და მომენტალურად გენინსპექციის უფროსი მომენტალურად მოხდა რეაგირება. ჩვენ როდესაც უკვე ვტოვებდით დაწესებულებას და ეს მოხდა სადღაც 1 საათის წინ, ისინი დარჩნენ, მათ გამოგვართვეს გვარები და სახელები, რა თქმა უნდა დაგვპირდნენ და ზუსტად ვიცი რომ მათ ინტერესებში არ შედის და არც არის იმის ვითარება რომ სპეცრაზმი შევიდეს ეხლა და ან რამეს ადგილი კონდეს დესტრუქციულ ქმედებას ან თუნდაც კონსტრუქციულს, იმიტომ რომ არაფერი რეალურად ასეთი გამწვავება არ არის. დიახ, რამოდენიმე პატიმარს აქვს მოთხოვნა რომ დაითხოვონ სამსახურიდან ის ადამიანები, რომლებიც არიან ზუსტად ამ ძველი რეჟიმიდან და არ უთქვამს სამინისტროს ამაზე უარი, დარჩნენ ისინი და თქვენ რომ ღამეს გავათენებთ და ხვალდილით დათხოვილი იქნება სამსახურიდან ყველა, ჩვენ დავკითხავთ პატიმრებს, ძალიან ჰუმანური იქნება ეს ჩვენი ურთიერთობა და მე პირადად და ბიჭებიც ესწრებოდნენ იმას თუ როგორი კოორდინაცია მოხდა სამინისტროს თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის და ეს ინციდენტი პრაქტიკულად აღმოფხრილი იყო და მე ძალიან გამიკვირდა. შემდეგ უკვე სანამ თქვენთან მოვედი სახში გავიარე რომ გამომეცვალა თანსაცმელი და რამოდენიმე ტელევიზია შევხედე და ისეთი ტონი ქონდათ წამყვანებს ტელევიზიების რომ ძაბავენ სიტუაციას ხელოვნურად და მე მინდა ვთქვა ეს რომელი არხები?
ყველა პრაქტიკულად. ჩვენთან ეგრე არ მინდა ვთქვა, რომ ის არხი ეს არხი. პრაქტიკულად ყველა არხმა გადაწყვიტა პირველ ნიუსად ამ ამბის გამოტანა და ჩვენ ვიცით, რომ პირველი ნიუსი განსაკუთრებით ყურად საღებოა და ეს ნიშნავს, რომ ხდება აგორება თემის. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ დარეკეს პატიმრებმა, პოლიტპატიმრებმა, რუსთავის მეორე დაწესებულებიდან და ვიცით, ჩვენი ბიჭები იქ არიან, ხო, ვახტანგ მაისაია, ვაჩნაძე, გოგიჩაიშვილი, რატიშვილი, უამრავი ადამიანია იქ, ხო? და თქვენს რომ ჩვენ გვეჩვენებაო რომ ხელოვნურად ხდება ინსპირაცია აი ამ ყველაფრის და ამ კონფლიქტის და ხალბატონო ლალი მივიღოთ ზარი პირდაპირ ეთერში აუცილებელია თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით დიდი ბოდიშს მოხდით არა უშავს კენეცალი ხალბატონო ლალი მე თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა აი ეს რომ პატიმრები ფსიქოლოგიურად ძალიან ცოდოები არიან და მართლაც საშინელებაა ეს ყველაფერი მაგრამ აი პატიმრები რო იძახიან რომ გამოიცვალონო ის ხალხი ძველი ხალხი ნუ თუ თვითონ ადმინისტრაცია არის ის რომ ამ საწოდო პატიმრებს აღარ დაანახო და მოხსნან ეს ხალხი კაცო ხო ცოდოები არიან ეს პატიმრები არა ფსიქოლოგიურად ხალბატონო თუ შეიძლება ორი სიტყვით მე გიპასუხებ და რა თქმა უნდა ხალბატონი ლალი გაგცემთ მე საფუძვლიან პასუხს საქმე იცით რაშია ერთ დღეში ეს არ მოხდება არანაირად რა თქმა უნდა იციან რა თქმა უნდა ყველაფერი ყველამ კარგად იცით ვინ არის ვის რა დანაშაული აქვს არავის არ ეგონოს რომ იქ ვინმე რამე არ იცის ყველაფერი ყველამ მაგრამ ერთ დღეში ნუ მოითხოვთ ქვეყნის შეცვლას ჩვენ ახლა დავიწყეთ ფაქტიურად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნგრევის დასაწყისია ეს რეჟიმი ჯერ არ დანგრეულა და არ წასულა თქვენ ეს არ გეგონოთ ხალბატონო ეს არის დასაწყისი რეჟიმის დანგრევის დიდ ბოდიშს მოგიდეთ ხალბატონი ლალი გიპასუხებთ უფრო საფუძვლიანად ეხლა იცით როგორი სიტუაცია ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო აი ზუსტად ეს მომენტია და ამიტომ მე მინდა ყველას მივმართო რომ მესმის რომ საშინელი გზა, აი წამებული გზა გამოიარეს ჩვენმა პატიმრებმა, მაგრამ სააკაშვილმა თქვა ერთი საგულისხმო ფრაზა და მე როგორც მისმა სკოლის მეგობარმა მინდა გითხრათ რომ მას აქვს საოცარი თვისება, როგორც ჩიტი ფენიქსი, შეიძლება ჯერ ფერფლად იქცეს და შემდეგ აღდგეს. ამიტომ მოდით ნუ მივცემთ მას საშუალებას, რომ სხვადასხვა კერები შეიქმნას ცეცხლის კერები და ეს 6 თვეში მას მიცემს საშუალებას დაითხოვოს პარლამენტი. და ამას თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი ლობისტური კომპანია არსებობს ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომელიც მას მხარში დაუდგება. მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს მის ახალ გუნდს რომ იმუშაონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პატიმრებთან ერთად მთელი მონიტორინგის ჯგუფის, ნუ ყოველ შემთხვევაში აქტიური ჯგუფი, რომელიც დღე და ღამე იქ ვართ, ჩვენ ვიზიარებთ ყველას მდგომარეობას. საათობით იქ ვართ და ოჯახები აღარ გვახსოვს და ვიცით ყველა ის ტკივილი. ერთ დღეში ძალიან რთული ამ რეჟიმის შეცვლა. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, აქ იცით ადგილი აქვს შიდა დაპირისპირებებსაც, ანგარიშწორებებსაც, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა წლობით ურთიერთობა და ყველამ კარგად იცით, ეხა პატიმრებიც გვისმენენ შეიძლება პატიმრისთვის შენ ერთ დღეში გახდა მისაღები. მას უნდა კონდეს წლობით შენი ნდობა, რომ ის გვერდში იყავი, მისი უფლებებისთვის იბრძოდი და არ ვიცი, მე მგონი ჩვენ აქ ყოველ შემთხვევაში ვინც ვართ ხოლმე წარმოდგენილები, იცით რომ მაშინ ვწირავდით თავს და მაშინ მივდიოდით ვაბანკზე, როდესაც თითოეული ჩვენის ბედი ნამდვილად გაურკვეველი იყო და სახში მე მახსოვს ბოლოს დედაჩემს გახიზნული ყავდა ჩემი შვილები. ამიტომ ნამდვილად ვიცი რომ ჩვენ გვენდობა ძალიან დიდი ნაწილი პატიმრების, მშობლების, მაგრამ რა ვუყოთ იმ დესტრუქციულ ელემენტებს, რომლებიც ცდილობენ აი ეს ცხელი კერები შექმნან. დღეს საქართველოში ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ცხელი კერა. პატიმრების თემა, ლტოლვილების თემა, აგერ ავტობუსების გაფიცვა, იქ კიდევ რაღაცა თემები. ამის დრო არ არის. მოდით რა, რაღაც ხელიხელ ჩაკიდებულებმა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. სხვა შემთხვევაში ერთ თუ შეიძლება ამ ფრაზას დავამთავრებ, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ჯერ არავინ არ დაისაჯა. მე ვგულისხმობ იმ დამკვეთებს. ისინი არ არიან დაჯილები. რეალურად დაჯილები არ არიან. არა და მე ვიცი რომ საკმაოდ დიდი რაზმია და საკმაოდ დიდი რაზმია ჩასაფრებული ამ სიტუაციაზე და რომ ამოყირავდეს სიტუაცია, ის კი არა რომ მონიტორინგის ხალხი ვეღარ შევა ციხეებში, 1000-ჯერ უარესი მოხდება და ნამდვილად გენოციდთან გვექნება საქმე. ნამდვილად განადგურების წინ დავდგებით და ცოტა მოთმენით, ცოტა ფხიზლად შევხედოთ სიტუაციას და მე მინდა მოუწოდო რამოდენიმე მშობელს, რომელიც საშინლად
ჩინლად იქცევა. არ შეიძლება თავით წრევა და ფეხებით წრევა და აქვე მინდა აღვნიშნო და ვთქვა, იცით რა არის, ყველაფერს აქ რაღაც საზღვარი. ჩვენ გარდამავალი პერიოდი გავიარეთ. ეხლა უნდა იყოს დალაგების პერიოდი. მე მჯერა რომ სამინისტროს თანამშრომლები რომელიც დარჩნენ, ნამდვილად მათ ინტერესებშია რომ ის ხალხი გაიყვანონ ტერიტორიიდან, რომლებიც ასე თუ ისე პატიმრებისთვის ნამდვილად ძიმესაყურებელია ის ადამიანები, ვთქვათ, მე უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, რადგან ბევრი პატიმარი ამბობს, რომ ასეთები ჯერ კიდევ დარჩნენ, მე მჯერა ვთქვათ მათი, რომ არიან. მოხდება მათი გაყვანა, ჩანაცვლება მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ამის გამო ნუ ავრევ დღეს ქვეყანას. მივიღოთ პირდაპირ ეთერში ზარი, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ხალბატონო? ბატონო, კიბა უკაცრავად. პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ბატონო ჩემო, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ, ჩვენ ძალიან ცოტა და ბევრი სასაუბრო გვაქვს. მე უბრალოდ სულ რაღაც ნახევარ წუთს საკეთებ. ხალბატონო ლალი. მე დანამდვილებით ვიცი, რა ხდება. აი ხდება ის რამის საათებში, ვიტუმეთ ეს 12 საათის მერე, იდეა ეს არის უბრალოდ სიტყვები, მაგრამ პატიმრისათვის არის ფსიქოლოგიური მომენტი, ისედაც ფსიქოლოგიურად რაღაცა მოშლები არიან პატიმრების ვანდალიზმის შემდეგ. აი ეს ხდება, ნამდვილად ხდება, ხალბატონო ლალი და მე სამწუხაროდ არამედ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი არ მინდა პირდაპირ ეთერში, უბრალოდ აი მე გეტყვით პატიმრების სახელი და გვაქვს, მე რომ წოდდა თქვენი ტელეფონი. ბატონო ჩემო, ეთერის შემდეგ თუ შეიძლება დატოვეთ თქვენი ნომერი. გადმორეკეთ კიდე დატოვეთ თქვენი ნომერი და ხალბატონო ლალი თუ შეძლებს დაგიკავშირდებათ. კი, მაგრამ იცით რა, ჩვენ ვიცით აბსოლუტურად ყველა პატიმარი, მე არ ვიცი 2 საათზე ადრე არ გამოსულვართ, ღამის 2 საათზე ადრე ციხიდან. ვიცით რა ხდება. ხალბატონო ლალი, ამას გულისხმობ, აი როცა იქ უკვე აღარ არის, აი შედიან, აი როგორია. იყო ესეთი მომენტი, აი ეს ბოდიში თქვენთან პირველ რიგში და მე განაჩენ მაყურებლებთან ეს დუბლიკებიო და ცოცხლებიო მონაგონი იქნებაო. ეს ფაქტი მოხდა ერთხელ და განთავისუფლებულია და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მოხდა კი ბატონო, მაგრამ მე ამას ვიძახი, კი არ ვიძახი რომ აკეთებენ. აი უბრალოდ ზუსტად ამ თემაზეა საუბარი ბატონო ჩემო და ძალიან გთხოვთ ერთი წუთით მომისმინეთ. რაში ეცით საქმე? ესეთი ფაქტები ჯერჯერობით 1-2 კიდევ მოხდება, მაგრამ ეს აღარ იქნება. ის როგორც იყო მუდმივად. მომისმინეთ ბატონო ჩემო, მომისმინეთ. ამიტომ თქვენი საუბარით ეხლა იწვევს ისიც როგორ გზნობას. აი თითქოს რაღაცნაირად გინდათ რომ ეს ყველა არ დაიწყება ეს ყველაფერი დამთავრდა. დამიჯერეთ რომ დამთავრდა. თუ კიდევ 1-2 ფაქტი მოხდა, იმ ორ ფაქტს ეშველება. დამიჯერეთ რომ ეშველება. ხალბატონი ლალი, ბატონი სოსო, ბატონი დიმიტრი, სულ ყველა ეს ადამიანები ამ საქმეში იმიტომ არიან ჩართულები, რომ ეს ყველაფერი გამოამჟღავნონ და ყველაფერს გასცენ სწორი პასუხი და დროული. და ძალიან გთხოვთ, ზარები, აი იცით როგორი იყოს მაყურებლებს მიმართავ, კითხვის დონეზე თუ რაიმე გაინტერესებს პირად ხალბატონი ლალისაგან, იმიტომ რომ ძალიან ცოტა საჭირო რო გვაქვს სასაუბროთ. და ის რაც ხდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, დაგვიჯერეთ, თქვენზე ბევრად უკეთესად ვიცით. ერთი თუთი მე უბრალოდ შეკითხვა მინდა ხალბატონო კი ბატონო. დაუსვა ესეთი შეკითხვა. დღეს ალბათ დღეს იყო თუ გუშინ იყო ედუკაციამ რაღაცა ინფორმაციას დავით Facebook-ის მეშვეობით ესეთი რამე თქვა რომ ეს ახალაიას ისა 300-მდე პატიმრებიო და რამდენად არის მართალი თქვენ თუ უყურებთ უსმინეთ ან თუ ნახეთ თქვენ და რომ ესე იგი ბუნტი არის მოსალოდნელი ახალაიას პროვოცირებული იქნება. აი სწორედ ეგ არის ყველაზე ცუდი. ზუსტად ამას ვამბობთ ჩვენც. აი ხალბატონო ლალი ზუსტად ამას ვამბობთ და იმიტომ ვამბობთ რომ ვიღაცების დესტრუქციული ქმედებებით ახალაების წისქულზე ვასხამთ წყალს. ამიტომ მესმის რომ ძალიან ნერვიული ფონი არის ძალიან მაღალი. მე მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ბატონის ოზარისთვის ძალიან მძიმე იყო ახალი დანიშნული დირექტორის განთავისუფლება და ვთქვა შეიძლება მისი რეპუტაციისთვის ეს მავნებელი ყოფილიყო, ამ ადამიანმა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და მიუხედავად ყველაფრისა გაანთავისუფლა სამსახურიდან ის ადამიანი, რომელსაც რაღაცა სიტყვიერი გადაცდომა ჰქონდა, არამც და არამც ფიზიკური, თუნდაც სიტყვიერი გადაცდომა. მოევლება ყველა კადრს, რომელიც უხეშად დაელაპარაკება პატიმარს. პატიმრის უფლებები დაცული იქნება, მაგრამ რეჟიმი არის რეჟიმი. არ შეიძლება ციხე მიუშვა თავის ჭკუაზე, არ შეიძლება
რომ ციხეში პატიმარმა გითხრას რომ ჩვენ ახლა უკვე კარცერში თქვენ ვეღარ ჩაგვიყვანდა, ამიტომ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ჰუმანური მეთოდები დასჯის უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ ციხე აირია და ნამდვილად არის ეს ჩასაფრებული ახალაიებით, ნამდვილად არიან ის დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც ყოველ წუთში არ გაუშვებენ ამის შანსს და თქვენ წარმოგიდგენიათ რა საქმე ფუჭდება? დღეს ჩვენ ვიცით რომ პარლამენტი ყოველ შემთხვევაში ოცნების დეპუტატები ძალიან სერიოზულ აქტს ამზადებენ, ძალიან დიდი ამნისტია იგეგმება. შეკრებითობის პრინციპი უნდა მოიხსნას და თუ გახშირდება ესეთი შემთხვევები, შეიძლება პარლამენტმა აიყოს და დაბლოკოს უბრალოდ ეს პროექტი. ეს გინდათ ხალხო რომ აღარ დაგიბრუნდეთ შვილები, ქმრები, ძმები, ყველას მოუწოდეთ. დეკემბერში უნდა იყოს დიდი ამნისტია. ისედაც დაიცლება ციხეები, ისედაც დამთავრდება შეკრებითობის ეს საშინელი პრინციპი, რომელთაც ჩვენი ბიჭები 20-30 წლით გამოამწყდეს ციხეებში და მოდით ხელს ნუ შევუწყობთ ამ რეჟიმს, თორემ დარჩებიან ჩვენი ბიჭები იქ. ამოტრიალდება რეჟიმი, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი და მე არ ვიცი ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ხო? და მე იცით რა, შემდეგ თქვენ მათი მეთოდები კარგად იცით, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო და ჩვენ წლებია ვამბობდით რა მეთოდით ებრძოდნენ ქართველებს და გენს რა მეთოდებით ებრძოდნენ და იგივე რომ არ გამეორდეს, ზუსტად პატიმრებმა უნდა დააწყნან რომ ერთმანეთი და მე მოვიყვანე ზუსტად რუსთავის მეორე ციხის მაგალითი, სადაც ჩვენი პოლიტპატიმრები ახლად დანიშნულ დირექტორთან ერთად ბატონი ალეკო ძალიან ჰუმანური, ძალიან კარგი ადამიანი, როგორ შველიან ავადმყოფებს, როგორ ერთად მკურნალობენ, იმიტომ რომ რეალურად დაილია მედიკამენტები. რატომ? იმიტომ რომ აი ეს 2 და 3 გარდამავალი პერიოდი რო იყო, აიღეს და მთელი წამლები მიაყარეს პატიმრებს. ესეც არასწორი ნაბიჯი იყო. 10 დიაზეპამი, 20 დიაზეპამი, ესეც ხო ნაღმი იყო, რომელიც აფეთქდებოდა და დღეს აი ზუსტად ჩვენი პოლიტპატიმრები იძლევიან საუკეთესო მაგალითს, როგორ უნდა იქცეოდეს პატიმარი ციხეში. ისინი ძალიან ღირსეულად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ასმაგად გადაიტანეს მთელი კოშმარი და საკუთარ ტანზე იწვნიეს ყველაფერი და დღესაც ჩუმად არიან და არ ყვირიან, რომ პირველები ჩვენ უნდა გამოვიდეთ ციხიდან და ყველას ინტერესს უპირობებიან და თუმცა ასე უნდა იყოს და პირველ რიგში აქვე მინდა ვთქვა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალი პატიმრები ჩვენ ყავს თხელიძე და კვიციანი, რომლებიც რა თქმა უნდა გამოშვებულები უნდა იყოს სასწრაფო ციხიდან, ისევე როგორც ჩვენი ბიჭები 200 კაცი, მაგრამ ისინიც კი არ ითხოვენ გამოშვებას, ისინი ამბობენ ჩვენ აქ დავრჩებით იმისთვის, რომ ადმინისტრაციას არ გაურთულდეს საქმე. აი ესე უნდა მოქმედებდნენ დღეს პატიმრები, რასაც არ შეგნება. შეგეკითხოთ, აი პირველი დღეები იყო, როცა უნდა დანიშნული იყო ღარიბაშვილი მინისტრად და ასევე ბატონი სოზარი უნდა დანიშნულიყვნენ ამ მინისტრებად და ამ წინ უსწრებდა სოზარის ძმის ციხიდან გამოშვება და მინისტრის სიმამრის. და ცოტა არ იყოს დისკომფორტი კი არა, უკანყოფილო ვიყავი რაღაც პერიოდი, მეთქი რა დროს ეგ არ იმედი. მაგრამ მე რო ვიფიქრე და მივხვდი, როგორ შეიძლება მინისტრის იყოს ადამიანი და მისი ძმა იჯდეს ციხეში. ხო, თან დროს არ არის კანონიერად დაჭერილი, თორე აქ სხვა თემაზე არ არის საუბარი, ხო, თუ დანაშაული ექნებოდა მინისტრი კი არა, პრეზიდენტის დასაჭერი არის დღესდღეობით ჩვენი. ასევე ღარიბაშვილს არ შეიძლება მისი სიმამრი, რომელიც არ იყო დამნაშავე, ყოფილიყო ციხეში. ეს გამოიწოდა ძალიან აი უსიამოვნო სიტუაციას. თვითონ იმაში. მე ამ ხრივ მე მივხვდი და დავფიქრდი და დავწუნდი, ეს იყო სწორი ნაბიჯი. მივხვდი იმისა, რომ მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გამოშვებას მოვიტყოვდი ყოველთვის და ეს უნდა ესეც მოხდეს. და არა ვთქვათ რომელიმე კრიმინალი, რომელსაც რაღაცა კრიმ ჩადენილი აქვს და კიდე 5 წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ იმასაც უნდა შეუმსუბუქდეს იქ ცხოვრება, უნდა მაგრამ სანატორიუმი ციხე არასოდეს არ იქნება. ეს დაივიწყოთ. რა თქმა უნდა და კიდევ ციხეში ნარკოტიკი არასოდეს არ იქნება. აღარ დაბრუნდება ეს ხადნიაკები და ეს ოფშიაკის გროვება და ეს უბედურება, რამაც დაღუპვა საქართველოს დაღუპვამდე მიიყვანა. და 45000 პატიმრს მოდიში და ერთ დღეს ვერავინ ვერ გამოუშვებს. მივხვდი იმისა, რომ ჩემი სურვილი არის, რომ ციხე არ არსებობდეს. საერთოდ, მაგრამ ესე არ ხდება. და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რაც ყველაზე მეტად ადარდებთ პატიმრებს, მოდით წყნარად მივიდეთ ამნისტიამდე და შეკრებითობის პრინციპის მოსწნამდე. ძალიან ცოტა დარჩა. მოდით რა ნუ ვიცემთ საშუალებას იმ ადამიანებს, რომელიც თქვენ საკანში არიან, რომლებიც თქვენ სართულზე არიან, რომ აი ეს გზა გაგიგრძელდეთ, რომ ჩვენ საახალწლოდ ყველა გარეთ გიხილოთ. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოსთვის, როდესაც ამდენი 1000 ადამიანი დატოვებს ციხეს. ეს ხო დღეს უფრო მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ რომ ვინც დასასჯელია დაიჯება, ეტაპობრივად მოხდება ყველაფერი და არ გვინდა ეს ანგარიშწორებები, არ გვინდა თვითდაზიანებები. პირიქით ჩვენ ჯანმრთელები აქ
გვჭირდებით და საქართველოს უნდა აშენდეს თავიდან და კიდევ მინდა გითხრათ პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს უფლება თავისი პირადი ხელმოწერით გამოუშვას პატიმრები და ჩვენ გვაქვს ესეთი ფაქტები, როდესაც ღამღამობით ციხეებს ტოვებენ კრიმინალები, სერიოზული კრიმინალები და ზუსტად მათი ხელით ხდება დღეს დანაშაულებები ქუჩებში და მე მინდა გითხრათ იმის გამო რომ ჩვენ როგორც მონიტორინგს გვეკუთვნოდა აბსოლუტურად ყველა დაწესებულებაში შესვლა და მე არ მიმაჩნია რომ კანონიერ ქურთან შესვლა არ უნდა იყოს და თუნდაც მატროსოვის ციხეზე და მინდა გითხრათ ხუჭუა და მკურნალიძეც მოვინახულე და კანონიერ ქურდებთანაც ვიყავი და სხვათა შორის პატრიარქი ზუსტად მეშვიდე საპროფილოში შევიდა იგივე ამ ადამიანებთან თუმცა მე ძალიან გაურბი ვარ ხოლმე ასეთ დასახელებებს და ისინიც კი ემიჯნებიან იმ პროვოკაციებს, რაც დღეს ხდება ქალაქში. ემიჯნებიან და ამბობენ, რომ ჩვენ სახელი გაგვიტეხა წინამთავრობამ, ჩვენ ვემიჯნებით ყველაფერს, რაც დღეს ხდება ქალაქში და ეს ის ნაწილია, რომლისგანაც არანაირი საბოტაჟი არ წამოსულა, თორემ მერწმუნეთ, ჩვეულებრივ პატიმრებზე უფრო უარეს პირობებში არიან ზუსტად ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები, რომლებიც არიან დატპორილ შენობაში, რომელიც ლპება და საშინო მდგომარეობაში არის ეს ადამიანები და ნამდვილად ჯამთელი იქიდან ვერავინ ვერ გამოვა. ისინი ჩუმად არიან, ისინი ხმას აიღებენ მიუხედავად უმძიმესი პირობებისა და პატრიარქმა თავად აღნიშნა რა მძიმე პირობებში არიან და პატიმრები რომლებიც შედარებით კი არა, ბევრად უკეთესი პირობებია. ქსნის კოლონიაშიც, რუსთავის პირველ და მეორე კოლონიაშიც, გარეთ არიან, ეკლესიაში შედიან, აი იქ ხდება ზუსტად საბოტაჟის ეს მომენტი და ძალიან გთხოვთ, მინდა ყველამ გაითვალისწინოს და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე-6 სეზონია, რომელიც ყველაზე რთულია, რომელიც დახურული სისტემაა, იქაც არ ხდება საბოტაჟი. იქაც უფრო გონივრულად ეკიდებიან, ვთქვათ, დღევანდელ სიტუაციას და თითოეულა ფაქტი რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება, ყველა კარგად ჩაწუდა იმ აზრს, რომ დღეს მხოლოდ ჩვენს მტერს უნდა ჩვენი დაპირისპირება, ჩვენი პატიმრების დაპირისპირება, თუნდაც ადმინისტრაციასთან, ახალ მთავრობასთან, ჩვენ არ გვჭირდება დღეს განთავისუფლებული მინისტრები, მით უმეტეს, როდესაც ხელოვნურად იქნება ასეთი ფონი. და ქალბატონალი რა მარტო ის რა დღეს რომ თქვენ როდესაც იყავით მერვე საპრობილეში იყო, ხო ეს ბუნტი რო დაიწყო და რომ შეაჩერეთ თქვენ დიდი ძალის ყველა დაგჭირდათ. ასევე იყო გეგუჩი სოსომანჯავის და ჩვენი დიმიტრი ლორკიპანძერო ჩავიდნენ და შეაჩერეს. ეს ხო უკვე ჩვენსკენ გადმოდგმული ნაბიჯი არის. პატევნობა გაგვიწიეს ანგარიში, ხო თავისთავად. ამას ხო ჩვენ ხო დაფასება უნდა. ჩვენ ყველანაირად დაუფასეთ. ჩვენ ჟურნალისტები, თქვენ დამცველები, თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით და ასევე პატიმრების უფლებების დამცველი ხართ, მე რამდენადაც ახლა ბოლო ხანებში ხედავ და სულ მანდა ხართ. და არ ვიცი, მე მგონი უნდა ერთმანეთს შევუწყოთ ხელი, მივიდეთ იმ მასშტაბურ ამნისტიამდე, მაგრამ მანამდე იქნება შეწყალება არაჩვეულებრივი. მე ახლა ვიცი, რომ ძალიან კარგი შეწყალება იქნება, ძალიან დიდ, ძალიან სერიოზული. ასევე ყოველთვიურად 400-500 პატიმარს უდო შეეხო, უსლონა დასვლა, ეს თუ შეეხო. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში ციხე დადგება იმ დონეზე, რაც უნდა იყოს. გეთაყვეთ, როდესაც მინიმალური რაოდენობა დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მარტივი იქნება მათი მკურნალობა, მედიკამენტების გაცემა და წარმოგიდგენიათ კიდევ რა მოხდა, როგორც კი ესე იგი შეიცვალა მთავრობა, მომენტალურად ციხეებს, კლინიკებმა შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ალბათ ამაზეც უნდა იყოს ცალკე გამოძიება ჩატარებული. ჩვენ ვიცოდით, ვის ეკუთვნოდა კლინიკები და არაერთხელ გვითქვამს და ამ კლინიკებში რაც ხდებოდა. პოპულაციების კლანები და ასე შემდეგ, აღარ ვიცოდი. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ავადმყოფია და ყველაზე მეტი სამკურნალო ადამიანია, წყდება კონტრაქტი. ჩვეულებრივი საბოტაჟია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ, ამას უნდა მოუგოთ, ვაჯობოთ. აგერ კაცმა ივანიშვილმა წამ გაწერილი მიიყვანა საქმე ბოლომდე. ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამთავრა ეს ავად სახსენებელი რეჟიმი. 18 სექტემბერს მოხდა გარდამტეხი ნაბიჯი აქ ყველაფერი თქვენ კარგად მოხსენებათ, რაც გულისხმობ, რა კადრებსაც გულისხმობ და ამითი აი ამ ორი ქმედების ერთობლიობით მივიღეთ ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა. მოგოცით საშუალება, რომ წინ წავიდეთ. ეხლა მე ვიღოთ Skype-ზე არის ეთერში. თქვენ Skype-ზე პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. უკაცრავად რომ ამდენ ხანს გავლოდინეთ. არა უჯერ. კალბატონულალი, კი მე რატო არ გვიჯერ, აი თქვენ მაინც და თქვენნაირ უფლებათა დამცველებს, რატომ არ უჯერებენ პატიმრები, მე მაინტერესებს. და ვინ გითხრათ, რომ არ გვიჯერებენ? არ არსებობს საპატიმრო, სადაც არ შევსულიყავით, არ დავლაპარაკებოდით. ქალბატონო, 2 წუთის წინ გამოვაცხადე, რომ ბუნტი იყო უკვე დაწყებული მერვე საპრობილეში. ქალბატონო ლალის შესვლისთანავე იქ რამოდენიმე წუთში თუ საათში
ყველაფერი დამთავრდა და შეჩერდა. ბუტის გაჩერება ციხეში თქვენ ხომ არ გონიათ რომ აი ეს იყო არჩევნებამდე. ეს არჩევნებამდე იყო. ეს ურთულესი პროცესია. ვიცი რომ ძალიან ძნელია და ესე ადვილი არ არის, მაგრამ აი ბედუკაძემ რომ რაღაც საიტზე რომ დევს, ბედუკაძის ის რომ აუცილებლად მოხდებაო რაღაც ეს ბედუკაძე სწორედ ის დესტრუქციული ძალა არის, რომელმაც ეს უნდა აკეთოს, მისი პროფესია, მისი საქმე. თქვენ ხომ არ გავიწყდებათ ბედუკაძე? ვინ არის ხო, ვინ იყო ხომ არ გავიწყდებათ? ბატონო, არა ზუსტად ვიცი და აი ამიტომ არის რომ აი აბა რატომ ნერვიოთ ქალბატონო ბედუკაძეს კი არა საათაშვილს მოვერია და ბედუკაძის ნაერებს ალბათ ვაჯობებთ ყუვითაც ვაჯობებთ გონებითაც ვაჯობებთ საქსეითაც ვაჯობებთ და ჩვენი ქართველობითაც ვაჯობებთ და ყველაფრით ვაჯობებთ ასე რომ ნუ ინერვიულებთ ქალბატონო ყველაფერი იქნება კარგად ხარი და ხარში ამოუდგეთ ჩვენ პატიმრებს ხარში ამოუდგეთ იმ ხალხს ვინც პატიმრებს უდგას ხარში პირველ რიგში ბიზნესში და მის გუნდს და ყველაფერი იქნება გადასარევად. მივიღოთ ეთერში სატელეფონო ზარი. გისმენთ ბატონო თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან უმძიმესი სიტუაცია დღეს საპატიმროებში და ასეთივე უმძიმესი მდგომარეობა დღეს საქართველოში. თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქვით, მაშინ ჩვენ არაფერი არ გვეშველება. და თქვენ ძანეწერა რომ ეს არის სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა. არა ბატონო. არა გალბატონო, მე გითხარით ეს არის სააკაშვილის რეჟიმის დამთავრების დასაწყისი. ჩვენ ახლა ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებას. ეს ერთ დღეში არ მოხდება. თქვენ არ გეგონოთ რომ სააკაშვილი გაქრა. სააკაშვილი კიდე კარგად ხას გაგვიჭრობს სიცხლს. მაგრამ ჩვენ სიცხლი საკმაოდ ბევრი გვაქვს. სააკაშვილის რეჟიმი კი არა, ეს არის შევარდნაძის რეჟიმი. ну მაშინ ჩავიდეთ ეგ უფრო ადრე და ნიკოლოზ მეორეზე მივალთ ალბათ რა. დღეს ეს შეიძლება მათქმელი, ზუსტად შემომიყვა. კი ბატონო. და ეს გახსოვთ შევარდნაძის რეჟიმი. თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევ, მაშინ არაფერი არ გვეშველება. შევარდნაძის რეჟიმია, რომელიც გრძელდება და გააგრძელა ივანაშვილმა. ნახეთ ივანაშვილის კადრები, ვინ არიან? შევარდნაძის ყოფილი თანამშრომლები, ასევე ნაციონალისტების ყოფილი თანამშრომლები. გადმოვიდნენ ახლა ერთი იმიდა რა ქვია, ფილიდან გადახდნენ მეორე ფილაზე. ასე რომ ეს რეჟიმი მოდის შევარდნაძეს თქვა. თავის დასავლეთ კი ბატონო, მადლობთ ქალბატონო ზარისთვის. ლალითით რა ქალბატონო ლალითით რა ნახსენე მაპატეტორის სტუდიოდა. გახსოვთ გამსახურდია რომ მოვიდა და კადრები არ აყავსო. ვინ იყო კადრი? ისევ კომუნისტები და ისევ ის ხალხი იყო კადრი. აი მაინტერესა პატარა ქვეყანაში. საიდან ახლა უცხო პლანეტელებს ხო არ ჩამოიყვანა რა მართლა. უნდა შეარჩიო მეტნაკლებად ნორმალური კადრი, რომელსაც რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომელიც არ არის შემჩნეული რაღაცა ძალიან მძიმე დანაშაულში. ახლა რთულია, მით უმეტეს ციხეზე და პოლიციაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ჰაერიდან მოიყვანო კადრი. მართლა შეიძლება დაგვენყოს ქვეყანაში და ისინი სხვათა შორის კაშულმა მოიყვანა ახალი კადრები 20-25 წლის პირტიტველა ბიჭები იყვნენ, რომლებიც კვლელობები ჩაატარეს თავისივე მეგობრების და თავისივე მეგობრები რა უნდა ყოფილიყვნენ და მტრებად აქციას და კი ვიცით როგორი ბიჭები დაგვიხოცეს ქუჩებში, აი ზუსტად ეს იყვნენ ადამიანები არსაიდან მოსულები. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც რაღაცა გზა გამოვლილი აქვს, რომლებსაც ელემენტარულად ფსიქოლოგიური ანალიზი ხელთ ეწიფებათ, რომ გაარჩიონ თქვათ იქ უნდა გაფრთხილება მისცეს თუ პირდაპირ ესროლოს რაც რისი მსხვერპლიც გახდნენ ჩვენი ბიჭები ქუჩაში. ამიტომ საუბარი იმაზე რომ ახალი კადრები იყოს ძველი კადრი, მაგრამ ამ ძველ კაცს მოდით ნუ ექნება დანაშაული ჩადენილი, წარმოუდგენელია დღეს ახალ ხალხს ვერ გავაჭერთ. პროფესიონალები ხო გჭირდება ბოლო-ბოლო ახლა ქუჩიდან მოვიდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ბადრაგი ერთ დღეში შეიძლება იმ ბადრაგს ასწავლო როგორ უნდა მოეპყრას პატიმარს. რამდენი ბადრაგია თუ იციან მაინც აი ეს არის საინტერესო საერთოდ თელს ჩვენს პენსიურ სისტემაში. ეხლა დღეს აი რამოდენიმე 1000. დღეს ძალიან მარტივი გადასაწყვეტი პრობლემა იყო. სულ იყო 6 კაცზე ლაპარაკი ხსნის ციხეში. დარწმუნებული ვარ რომ ამ 6 საქმის 6 ადამიანის საქმე გადაიხედება ხვალ დადებითად გადაწყდება თუ ნამდვილად დანაშაულია და არავითარ შემთხვევაში ერთი პატიმრის ახირების და გამო. რა თქმა უნდა კანონიერად, კანონის ფარგლებში ჩვენ თუ არ ჩავჯექით არ დაუბრუნდით კანონის ფარგლებს, საერთოდ საქართველოს აღარ გვექნება და მე ნურავინ ნუ იტყვის რომ აი ისევ რეჟიმია, იცით მე თან რა არ მესმის, ჩვენ ამ სტუდიაში მინიმუმ ხმას ვიღებდით ყოველთვის მაშინ, როდესაც ამ სტუდიიდან გასულებს არ ვიცოდით რა მოგვივიდოდა. დღეს უცებ ისეთი ადამიანები იღებენ ხმას და პროტესტს გამოთქვამენ, გინდა ციხეში და გინდა ზოგიერთი მშობელის სახით, რომლებიც ადრე ძალიან წლობის განმავლობაში ჩუმად იყვნენ და თავს უქნებდნენ რეჟიმს და ეხლა დღეს მოგინდათ ვერ გავიგე ყველაფერს სამართლის დამყარება. გვაცალეთ ბატონო, ესე არ შეიძლება რა. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მონიტორინგის ჯგუფი
უფლებადამცველები სხვა თავის საქმეს, ჟურნალისტები თავის საქმეს, სამინისტრო თავის. როგორ შეიძლება ესე დღეს ხელში ეცე ადამიანს და უთხრა რომ არიქა დღეს მოაშორე ყველა და მაშინ მოვიდეს ისე ვის ბატონობა, დავაყენოთ მაყურებლები მაშინ ციხეებში და მოვიქცეთ ისე ძველებურად. არ შეიძლება ასე. ჩვენ ცოტათი პროფესიონალიზმი აუცილებელია და საჭიროა და ცოტათი უფრო კეთილსინდისიერი ურთიერთობა გუმართებს ერთმანეთის მიმართ. სხვანაირად უბრალოდ არ გამოგვივა არაფერი. ქალბატონო, აი ესეთი ადამიანები ყავს ჩვენ დღესდღეობით საჯარო აღსრულების და პრობაციის იურიდიული დახმარების საკითხთან მინისტრი სოზა სუბარმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა საჯარო აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი. მაია ხასია, იცით ვინ არის? არა, არ ვიცნობ. ხო, მეც არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის. მაგრამ ეს ადამიანი დაინიშნა. აი ახალი კადრია. ნახოთ რას გააკეთებს. იქნებაც ყველა ააშენოს ქვეყანა და ციხეს დაამსგავსო და ყველაფერი კარგი გააკეთოს და ასევე დაინიშნა ბატონი გურამ კერესელიძე სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსად. რამდენადაც ვიცი. არა, მე მგონი თქვენ ძველი ინფორმაცია გურამ კერესელიძე მოიხსნა. ხო, მოიხსნა. ეხლა ახალი ვინ აყავთ დანიშნული, ეგეც არ ვიცი. ალბათ ხვალ იქნება ახალი დანიშნული, იმიტომ რომ სასტრაფოდ არის, აი ზუსტად სამედიცინო კუთხით არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ვკითხულობ, გურამ კერესელიძე რატომ არ ვიცი, ნუ როგორ ჩანს არ იყო სათანადო კადრი და ეს გათვალისწინებული არის ხალხის და არის პატიმრების და არის ყველას ისა. გვინდოდა ვიღაცის დანიშნა უნდა სოზარ სუბას, არ იცოდა ეტყობა ბოლომდე ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ გაითვალისწინა თავის გარშემო მყოფების სურვილი, პატიმრების სურვილი და ეს ადამიანი არ დაინიშნა მინისტრად. სხვათა შორის იყო ესეთი მოინახება ადამიანი, ვინც ნამდვილად ღირსეულად უკურნალებს და უპატრონებს ავადმყოფებს ციხეში. კი ბატონო, და არის ესეთი რეკომენდაცია, სხვათა შორის ჩვენ გთხოვდნენ დღეს რომ მონიტორინგის ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში იქნებ ყოველთვის ვიღაცა იყოს რომელიღაც ციხეში, რომ ელემენტარულად დაეხმაროს ადმინისტრაციას და ესეც არ არის ჭკუას მოკლებული, რატომაც არა, სულ რამოდენიმე ციხეა და თქვა თუ იმ მონიტორინგის საბჭოდან თუ თქვა მონიტორინგის საბჭოს წევრები უარს ამბობენ, შეიძლება სხვა საბჭო ჩამოყალიბდეს, თუნდაც საინიციატივო ჯგუფი მშობლების, რომ მოხდეს დახმარება ადმინისტრაციასთან ერთად, თქვა რაღაცა კონსენსუსამდე მისვლა და აუცილებელი ექიმებთან ერთად უნდა შევიდნენ ფსიქიატრები. იმიტომ რომ ესეც იყო ნაღმი ჩადებული, ძალიან ბევრი პატიმარი არის უბრალოდ ფსიქიურად აშლილი. ეს ნაწილი ასეთი მოხდა ციხეებში, ნაწილს წამების შემდეგ დაემართა ეს აშლილობა და გამიჯვნა უნდა მოხდეს. მე ვნახე რამოდენიმე კამერაში შევედი, სადაც მაგალითად ყავს ნერვიულად აშლილი არა უკვე ფსიქიურად აშლილი ადამიანი და იქ წუხდება მთელი კამერა და ეს აშლილობა გადადის და საერთო ფონი ფუჭდება. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს არა მარტო ექიმი, არა მარტო ვთქვათ თერაპევტი ციხეში, არამედ ფსიქიატრი, რომელიც დაადგენს ეს ნამდვილად არის ადამიანს ეს აშლილობა აქვს ნერვიულ ნიადაგზე, თუ ეს უკვე ფიზიოლოგიურად მას ჰქონდა ეს სინდრომი. ეს გამიჯვნა თუ არ მოხდა ძალიან ძიმეთ არის ისე ჩვენი პატიმრების უფლებები ნამდვილად არ არის ამ კუთხით დაცული. კი ბატონო, მივიღოთ პირდაპირ ზარი ეთერში, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? მოგესალმებით და მოგესალმებით, გამარჯობათ. მე ერთი რამე მინდა რომ გითხრათ. ნუ ფიქრობთ იმას, რომ ჩვენ დავიჯერეთ ის, რომ საერთოდ არჩევნები მოხდა და ხალხის ნება იყო ამ არჩევნებში გამოხატული. ამ არჩევნებში იყო გამოხატული ამერიკის ნება და საქართველოს იმპერიის ნება, რომელმაც 91-92 წლები მოახდინა. ამიტომ კადრებით შერჩეული არის ამერიკის მიერ და ივანიშვილმა თვითონ განაცხადა, თვითონ წარადგინა ერთ-ერთი კადრი ამისთანა სიტყვებით, რომ ნუ რამე ნოიტყვისო, რომ ვანო ვერაბიშვილმა მოახდინა პოლიციის რეფორმა მოახდინაო აგერამდე ეს ძალიან დიდ დადებით იმაში ჩაუთვალა. ასე რომ კადრები და ყველა შერჩეული არის იმის მიხედვით, რომ გენოციდი უნდა გააგრძელდეს საქართველოში და თქვენ ხელს ნუ შეუწყობთ ამას, იმიტომ რომ 20 წელიწადია ზუსტად ერთი და იგივე საკითხი. სუბარმა რა გააკეთა, როდესაც იყო სახალხო დამცველი. ირაკლის წერეთელი, რომელიც დაასახელა მოადგილეთ ისის პიროვნება, რომელმაც მოუწოდა იარაღით დამხობისაკენ. იხილეთ სოფლის ცხოვრება და წაიკითხეთ მისი სიტყვები, მისი მოწოდება. როგორ მოუხმო ყველა პოლიტიკურ პარტიას რომ ავიღოთ იარაღი და ზიანს გამსახურდია უნდა ან ჩვენ ვიქნებით ან მაგ იქნება ან მე ვიქნები ცოცხალი ან მაგ იქნებოდა და კიდევაც მიიყვანა ბოლომდე თავის სიტყვები რომელი ირაკლი წერეთელზე ამოთ თქვენ გეშლებათ ქალბატონო რაღაცა ის სხვა ირაკლი წერეთელია ქალბატონო ლარი ეხლა მოგიტათ იმ გაზეთს და ეხლა არა თუ ეს სახელი და გვარი არის დამთხოვნ თუ აბსოლუტურად სხვა ადამიანია რომელსაც არანაირი სახელი და გვარი არის ლაპარაკი ქალბატონო თქვენი სხვა ირაკლი წერეთელია გეშლებათ ქალბატონო როგორ გეკადება ირაკლი წერეთელი არ დანიშნა სუბარმა ეხლა მოადგილე და სხვა ირაკლი წერეთელი სხვა ირაკლი წერეთელი ის ირაკლი წერეთელი არ არის თქვენ ვიზეს ეს ირაკლი წერეთელი არ იყო პოლიტიკაში ასაკითაც ვერ იქნებოდა ახალგაზრდა ახალგაზრდა არის
ყოველ შემთხვევაში მოდით რა, ესე იგი თქვენ ხედავთ გადაამოწმებელი ინფორმაცია გაქვთ და აი ესე ხელაღებით ნუ ვილაპარაკებთ და ძალიან მერწმუნეთ რომ არავის არაფერი არ ეშლება და კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, ძალიან დიდი დამოძღვრა რომ მოდის ეკრანებიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ჯარისკაცები, რომლებიც ამდენი წელია მინიმუმ 9 წელია მე პირადად ქუჩაში ვდგავარ, აი ჩვენ ბიჭებთან ერთად, ვინც ობიექტივში მუშაობს, ძიმასთან ერთად, ვიბრძვით ყველაფრის გულისთვის და ეხლა თავს მოხოვული აზრები ნამდვილად არ გვინდა და მე არ ვიცი ხა პოლიციური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა ჩვენგან, მაგრამ ის რომ პოლიციას უნდა გავდეს, ეს აბსოლუტურად ნორმალური იყო და არა გაიშლები უნდა იყოს. შესვლა ვინმესთვის სასიამოვნო, ან ქალბატონი ლალი ციხეში შესვლა ადვილი, ან სოსო მანჯავიძესთვის, ან დიმიტრი რომელიმესთვის ადვილი არის ციხესთან ახლოს მიახლოვება, თქვენ როგორ გონიათ? ეს უმძიმესი ვალია მატკისერზე და ძალიან მძიმედ გადასატანე, ძალიან ძნელად შესასრულებელი დავალება არის. და ეს დავალება მათ არავის ხალხისგან აქვს და არა ვინმეს არ დაუვალებია. თავისი ხალხისგან მიიღეს ეს დავალება და ასრულებენ პირნათლად მე რამადაზ, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვხედავ სოსო მანჯავიძეს, ქალბატონ ლალის და კიდე მრავალ სხვას ძიმას რომ დღე და ღამ არიან ამ ციხეებში. ხან ერთიდან ვიგებ ინფორმაციას, ხან მეორედან, ხან მესამედან და აქვე მინდა ძალიან მიჭირს ისიც ამ ხალხთან ესე აი საუბარი, როდესაც ერთვებით ეთერში და უცებ იწყებს ლაპარაკს, რომ ეს არის თურმე შევარდნაძის ისა და ჩვენ ვართ ამერიკის რომელიღაც შტატი 57 თუ 395 და თურმე ამერიკანიშნა არავინ არ ნიშნავს ჩვენთან არავის. ჩვენ ვირჩევთ ყველავი და იცოდეთ რომ ჩვენ ას არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველმა ერმა მივედით 95%, არანაირი 60%, იმიტომ რომ 2.200.000 ამომრჩეველია და 2.100.000 მივიდა. და მე არ მყავს გარშემო არც ერთი ადამიანი, არც მახსოვს, აი ადამიანს არ ვიცნობ, რომელსაც ეთქოს, რომ მე არჩევნებზე ვერ მივედი ან არ ყოფილა, რომ ისეთი ხალხი შემხვდა მე არჩევნებზე, რომელსაც წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შეიძლება არჩევნების სიტყვაზე წოდოდათ. და პირნათლად მე მოვიხადეთ თავიანთი ვალი. ასე რომ ხალხო ძალიან გთხოვთ რა შეგვიწყოთ ხელი ჩვენც რა და ბატონ ზაზა ერთი რამ მინდა ვთქვა გეთანხმებით და მეც ვეხმიანები ზუსტად ამ თქვენ პათოს მე არასოდეს არ დამავიწყდება ეს იყო პირველი არჩევნები ჩემ ცხოვრებაში რასაც მე ვუყურე ასე ბებიები ყველა საკუთარი პასტებით რო იყვნენ მოსულები იმიტომ რომ ეშინოდათ რომ მათი ხელმოწერა გაქრებოდა და მე ეს კადრები ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება და ნამდვილად არჩევნები ქართულმა ხალხმა მოიგო და ამაზე აბსოლუტურად ყველას დაუპირისპირდები ვისაც სხვა აზრი ექნება ამასთან დაკავშირებით ქართული ხალხის მოგებულია სისხლით მოგებული არჩევნებია ერთია რომ არის ჩვენი მტრები დარჩნენ სამწუხაროდ ისინიც ქართველები რომლებიც ამოტრიალებას ცდილობენ და არ შემიძლია ძიმას როლი არ აღნიშნო უბრალოდ მორალური უფლება არ მექნება სოსოც ჩემი მეგობარია და აგერ ობიექტივში მუშაობს და ბევრგან ნამდვილად ერთად ყოფილვართ ყველა პრობლემაზე მაგრამ რაც დღეს ხდება სახალხო დამწყვილთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემიძლია არ თქვა რაც დიმიტრი ლორდკიფანიძემ გააკეთა ციხეებთან მიმართებაში და მე ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანთან ერთად ვიმუშავე იმიტომ რომ მან იცის ჩვენ ალბათ ვნახეთ 20000 პატიმარი ერთად მან იცის ყველას საქმე ყველას ოჯახის წევრი ყველას ის მუხლი რის გამოც არის ეს პატიმარი ესე იგი რატომაც იმყოფება იქ მოიკითხა შემდეგ ყველას ოჯახის წევრები ეს არის ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის თავიდან ბოლომდე და ვის უპირისპირებენ აი ესეთ ადამიანს აი ზუსტად აქ არის ძაღლისთავი დამალული მე მაინტერესებს სად იყვნენ დანარჩენები ოღონდაც არანაირად არ ვეხები ქალბატონ ლია მუხაშავრიას და ბატონ გელა ნიკოლაიშვილს რომელიც ასევე ხმალა მოღებული იბრძვიან და იბრძოდნენ პატიმართა უფლებებისთვის და თან ეს მათი პირდაპირი პროფესიაა და ნამდვილად ყველაფერს აკეთებდნენ მაგრამ პერიოდულად ვალოდია ჯინჭარაძეები რო ჩნდებიან და მათ აქვთ რაღაცა ვითომ ლეგიტიმაცია იმისი რომ გახდნენ სახალხო დამცველები დღეს სახალხო დამცველი ქსანში უნდა ყოფილიყო გუშინ რუსთავში გუშინ წინ გეგუთში და ასე შემდეგ აი ესეთი ადამიანია ძიმა ლორდკიფანიძე და იცით როდის გამოხატეთ თქვენი აღშფოთება როდესაც დაინიშნება ისეთი ადამიანი რომელიც ატარებს არა ქართულ კულტურას და არა იმ ფასეულობებს რომელშიც საქართველოს სადაც ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ არამედ არარსებული კიდევ ერთხელ ვალოდია ჯინჭარაძეები მოდიან და უპირისპირდებიან ისეთ ადამიანებს როგორც არის გელა, ლია და დიმა ლორდკიფანი. აი ამასთან დაკავშირებით ქალბატონი ყოველ აი ძალიან ბევრი მეკითხება ახლა მეგობრები უამრავი ხალხი ხდება და სულ მეკითხებენ აი შენო რომელს არჩევდი რომ ისე სულ მდგომარეობაში ვარ როგორ ქნა აღარც ვიცი რა ვთქვა ძიმა ძალიან ახლო მეგობარი გელა ჩვენი
ოჯახის წევრი აქაურია, ასევე ძიმად. ლია მუხაშავრია, ნუ არ ვიცი ახლა ქალბატონ ლიაზე რა შეიძლება ითქვას, კარგის და მეტი. მოკლედ, ძალიან სულ დღეში ვარ ხოლმე და ვერ ვაბ, ჩემ პოზიციას ფაქტიურად ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ვერ ვაფიქსირებ რა. თქვენ საკითხში ხართ რო გიყურებთ. მე უბრალოდ ამ შემთხვევაში ძიმას ასე ვთქვათ შტაბის წარმოვადგენ და ვაფიქსირებ იმას რომ ძალიან მიყვარს ლიაზეჯელს უბრალოდ ხო რთულია იმიტომ რომ ეს სამივე ეს ადამიანი მართლა ხმალამოღებული მაგრამ ძიმას რასაც უყურებ ნუ იცით კიდე აქ რა არის ძიმა იყო პარლამენტარი და მე ძალიან ბევრი უფლებადამცველი ვიცი რომელიც შესულა პარლამენტში და მე დავიწყებია საერთოდ უფლებადამცველობაც და თავისი მოვალეობაც და ბიზნესი და ყველაფერი და ამ ადამიანს 7 შვილი ყავს სახში და 2 შვილიშვილი დღე და ღამე მუხ მოუდრეკავა ჩრომობს და ზუსტად პარლამენტშიც ამას აკეთებდა და მე ვიცი რომ ძიმასნაირი ადამიანი თორე ქალბატონი ლია და ბატონი გელა შეძლებენ იმასაც რომ თქვათ ისინი ფანტასტიკური ადვოკატები არიან და გააგრძელონ ძიმასაც შეუძლია ადვოკატურა გააგრძელოს შეიძლება რომ ეს იყოს ერთი გუნდი და ერთად იჩრომონ ამ საკითხს მაგრამ მე ვამბობ აი როდესაც ამ სამ ოქროსავით ადამიანს უპირისპირდებიან ვიღაც აღმოცენებული ელემენტები ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აი ეს არ მესმის აი მოდით რა ამას დაუპირისპირდეთ აი ეს ქალბატონი რო წარმოადგენს ეხლა ხანს ხო არის რაღაცა არც სახელები არც გვარები არც მინდა ვიცოდე და არც ქალბატონი რო ვიკითხე მეთქე რა იმითი მე რა კრიტერიუმები და უცნობ არ ვიცნობთ არავინ აი სწორედ რომ არავინ არ ვიცნობ და უცნობა რო არ არის ცნობადი სახო იმიტომ და სიტყვა სახალხო ესე იგი საიდან ესე ხალხმა თუ არ გიცნო მაშინ როგორ შეიძლება ხალხის თვითონ ვარდებიან თავის ეს ხო აღარ სასწაული ამბავია პირდაპირ ეთერში ზარია გისმენთ ალო გისმენთ ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის როგორ გეკადრებით ძალიან გთხოვთ ეს 900 არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან მოგროვდნენ ხო და ყველაზე უფრო კარგად მე იურიდიულ ფაკულტეტზე მუშაობდი 40 წელიწადი და აი ეს განსაკუთრებით ეს იურისტები ბოლო კი არა თავი დიმიტრი ლორდკიფანიძე გელა ნიკოლაიშვილი და ლია მუხაშავრია ეგენი ღირსეული ხალხია, მაგრამ დიმიტრის რო უყურებდი, მე ვერ ვხედავ, მე ფაკულტეტზე მუშაობდი და ეხლა თვალებში ვერ ვიყურებდი, სახში ვარ, მაგრამ ხო უსმენ, განსაკუთრებით უსმენ დიმიტრი ლორდკიფანიძეს უჭერ მხარს. დიმიტრი არა მე მინდა ვთქვა ეს არის საოცარი თავდადებული ადამიანი და ჩვენ მოგვიწია და ჩვენი ტკივილი საქართველოს ტკივილი დღეს არის მცირეწლოვანი ბავშვები რომლებიც აი ამ საშინელ პირობებში იმყოფებიან არასრულწლოვანები და მე ბავშვებს ვეძახი იმიტომ რომ ჟენევის კონვენციის თანახმად 18 წლამდე ბავშვები არიან ესე ძიმასგან ვისწავლე მე არა ვარ იურისტი და მინდა ვთქვა როდესაც შევდიოდით ამ ბავშვებთან ნუ რა საოცარი დამოკიდებულება აქვს ძიმას როგორ შეუძლია აი ძალიან ლამაზად ძალიან ხატოვნად ხსნას და როგორ შეუმსუბუქოს მათ ეს ყოფა. იმედი მიცეს ამ ადამიანებს. იმედიანი ადამიანია, მორწმუნე ადამიანია, ოჯახის მოყვარული ადამიანია და რა ვიცი, მე მგონი სახალხო დამცველი, ძიმა ისედაც სახალხო დამცველია. უბრალოდ ამაში ფულს არ უხდიან, ამდენი ოჯახის წევრი ყავს სახში და ასე ალტრუისტი დადეს ციხე-ციხე და მუშაობს. ის უკვე არჩეულია, მე რომ მკითხო და უკვე არის სახალხო დამცველი და ასე რომ მე ვფიქრობ, პარლამენტს კი მესმის იმ პარლამენტში ისეთი ნაწილი ყავს, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება ნორმალური ადამიანები არაფერში და მე იმედი მაქვს ისინი არც მიიღებენ მონაწილეობას მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ იქ არის უმრავლესობა რომელშიც ის ადამიანები არიან რომელიც ხალხის რჩეულები არიან და მე იმედი მაქვს რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ იმიტომ რომ შევხედოთ კარგად რა ხდება ბოლო დღეების ბოლო წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ პასუხი ისე თავისთავად მოსულია პარლამენტის ერთი ნაწილი სიამოვნებით ბაჩო ახალაესაც კი დანიშნავდა სახალხო დამცველად მე ხო კი ბატონო პირდაპირ ეთერში Skype-ს ზარია გიღებთ გისმენთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გამარჯობათ ენერგოპროდუქტები მე ბატონო ენერგოპროდუქტები არ ვიცი გათიშეს ვერ ხვდები რა უნდა ზარს მივიღებთ მაშინ პირდაპირ ეთერში მოქმედებენ ესე უნდათ არის აი იქაც ის საბოტაჟი აქაც ქალბატონ ლალი დიდ პატივს აქცემთ
მე ყველა ხალხს ერთ-ერთი შეუძლია, რასაც თქვენაც ვაჟკაცი ხალი ხართ. მე თქვენი წიგნის გამო ცოტა ის ვიყავი ნაწყენი, რომ რატო გამოიტანა მე თქვი მანკიერი მხარე, გარეთ მეთქი თურმე საჭირო ყოფილა. ის ქვეყანაში, მაგრამ ეხლა რასაც მოვესწარეთ, რაც ვნახეთ, თქვენ ახათ აბსოლუტურად მართალი, თქვენ ახათ ვაჟკაცი ხალი. ვინ ვერ დაგიდეკით გვერდში უბრალოდ წელი არ ამყარო თქვენამდე მას ყველა ხალხს ერთ-ერთი შეუძლია. თქვენ ნუ რა ვის მიგადაროთ არ ვიცი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მადლობა. დახასიათებისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. და რასაც მე ვხედავ და ეხლა თქვენ რასაც აინახავთ ხო იქ ზედმეტია ლაპარაკი. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა და მინდა აქვე ვთქვა, წიგნი რომელიც გამოვიდა მაისში გისოსებს მიღმა საქართველოა და მართლა უმძიმესი ფაქტები იყო იქ აღწერილი. ძალიან ბევრმა მითხრა, როგორც ამ ქალბატონმა, რომ იქნება არ ღირდა საზოგადოების გაღიზიანება და თურმე საზოგადოებას რა ელოდა წინ. ჩვენ უბრალოდ ეს ინფორმაციები მანამდე გქონდა და მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას ეს უნდა ცოდნოდა, მაგრამ მაშინ ჩვენ მაინც კონფორმისტები ვართ და ნაწილმა ჩათვალა, რომ იქნება ასე რთულადაც არ არის საქმე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სწორედ ასე იყო საქმე და მე ვფიქრობ, რომ დროზე ნათქვამს ახლა მაინც უნდა მიექცეს ყურადღება და სწორედ მე და ბატონი ზაზა იმიტომ საუბრობ დღეს რომ ესე დროულად ნათქვამის სიტყვა უნდა იყოს რომ არ გავართულოთ მდგომარეობა ქვეყანაში. მე ვფიქრობ რომ პირიქით ჩვენ ყველანაირად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურად, მართლაც სტაბილურად, კარგი მდგომარეობა, სტაბილური მდგომარეობა ცოტა უცნაური სიტყვაა, სტაბილურად დაწყნარებული სიტუაცია რომ მიეცეს ივანიშვილს და მის გუნდს მუშაობის საშუალება და თავისი აი ჯგუფი რაც ყავს და რის იმედიც აქვს აჩვენოს ხალხს რომ აი ამის გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება შეგვიძლია მართლა გააკეთონ ეს ყველაფერი. თორე ჩვენ თუ ეხლა დაუწყეთ კირკიტი პირველივე წუთს რომ აი ამას რატო აფუჭებთ, ამას რატო აკეთებთ, ამ ერთ დღეში არ აშენებულა ეს ქვეყანა ხალხო. ერთ წამში არ კეთდება ყველაფერი. პირდაპირ ეთერში სკაიპზარია გისმენთ ბატონო. სალამჩილობის. მოგესალმებით ბატონო ჩემ. აი ხა თქვენ საუბრობდით რომ უნდა ვიბრძოლოთ და მე მგონი ელემენტარული გამოხატულება ბრძოლისა თუ ბრძოლის უნარიანობისა იქნებოდა ის რომ შევძლოთ ერთმანეთს სიმართლე უთხრათ პირში. ახლა თქვენ რამდენიმე წუთის წინ ამბობდით რომ რამდენიმე კანდიდატი მოგწონთ და ვერ აგირჩევიათ იქედან ეს ჩემი პირადად ქალბატონ ვალის არჩეული ყავდა. მე უბრალოდ იმდენად ახლობლები არიან სამივენი ჩემთვის რომ მე ჩათვალეთ რომ ოჯახის წევრები ვით არიან და ვერ ძალიან მიჭირს ამორჩევა. რომელ შვილს ან რომელ რა ვიცი როგორ ვისედით უპირატესობა. ჩემს შვილები არა ძმები და დები ვით არიან, მაგრამ აი ძალიან მიჭირს ამის ამორჩევა და იმიტომ ვიძახებ ეს ჩემი პირადი არის და არა მით უმეტეს თუ თქვენი ოჯახის წევრები არიან ან მეგობრები უფრო არ გიწყენენ. ასე რომ შეიძლება სიმართლე არის სიმართლის მარცვალი თქვენს ნათქვამში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და სხვათა შორის სოციალურ ქსელებში ზუსტად ფიქსირდება რომ დიმიტრი ლორდ-კიფანიძის მხარეს არის უმრავლესობა და მე ვფიქრობ რომ ის რაც არა მარტო სოციალურ ქსელებში გამოკითხვები ცხადყოფს რომ უპირობო კანდიდატია დიმიტრი ლორდ-კიფანიძე და ვფიქრობ რომ ნამდვილად ალტერნატივა არ ყავს. ესე იგი ქალბატონო სულ ჩვენ დაგვრჩა 3-20 წუთი. აი რაღაცა რეზუმე გავაკეთოთ გადაცემის და ჩვენი სიტუაციის რა ხდება დღეს ჩვენთან. აი დაღრილი ხართ, მე ახლა ვიცი რომ ძალიან ნამგზავრი ხართ, ძალიან სერიოზული სიტუაციებიდან მოსული ხართ. ამ ეთერში დღეს კიდე გაგრძელდება ბატონი სოციო ილაპარაკებს და მე მგონი ბატონი დიმიტრიც იქნებიან იგივე თემებზე და უფრო ჩვენზე ახლა უფრო მეტი ინფორმაცია კიდე მოგროვილი ექნება, იმიტომ რომ ჯერაც არ წამოსულან იქიდან და მე მგონი მალე ჩამოვლენ. და რა მინდა იცით რომ აი ზარი მივიღოთ კიდევ ერთი უკანასკნელი. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონო. გამშვიდობისა. ყველა ძალიან დიდ პატივს პატივი ყავს და მეცუმეტეს ყველა აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ვიტყვი რომ თქვენი იმედი გვაქვს. აი მართლობა შემიძლია თქვა რომ თუ რაღაცა პრობლემა უფალმა ნუ მოგიშავოთ აი ამ ხალხის იმედი ქალბატონო. მადლობა. ბატონ დიახ მართალიც ძანდები და რაც შეეხება დიმიტრი ლორდ-კიფანიძეს ნამდვილად ძალიან ბევრი უჯებს ჩვენ მხარს და კიდევ ვაფიქსირებთ. მე ჩემს მხრიდან პირობას გაძლევთ რომ ამ ობიექტივის ოფისში სულ ყველა ადამიანი ერთიც გამოკლებაც კი არ შეიძლება ყველა იბრძოლებს პატიმრებისთვის ყველა იბრძოლებს იმისთვის რომ ჩვენ ყველანაირად მათ მხარში ვიდგეთ ჩვენ მხარში გვიდგანან ისეთი ხალხი როგორიც არიან ქალბატონი ლალი მაროშკინა ბატონი ძიმა ლორდ-კიფანიძე და უამრავი ესეთი ადამიანი გელა საერთოდ ჩვენი თანამშრომელი და ჩვენთან გადაცემას მიყავს და ყველაფერი. ჩვენ მუხშაუსროლად ვიშრომთ. კოტე ინაშვილი, სალომე აბულაძე, ყველანი აბსოლუტურად ლაპარაკი აღარ არის ირმა ინაშვილზე და ირმა დათო. არის ეს ჯგუფი, ეს გუნდი. მამუკა სულ ყველანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღე და ღამ შრომობენ იმისთვის რომ თქვენ ოჯახში დაგიბრუნდეთ, თქვენ ოჯახებს დაუბრუნდეთ პატიმრები, ოღონ
ხალხო, ეს ერთ დღეში არ მოხდება, დამიჯერეთ რა. ქალბატონო ლალი, გააკეთეთ რეზუმე ამ გადაცემის საბოლოო და დიახ, იცით, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ყველა, შეიძლება ცოტა აღელვებული იყო ტონი და ბოდიშს მოვიხდი, იმიტომ რომ ნამდვილად ვთვლი რომ როგორც არასოდეს გჭირდება გვერდში დგომა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ხვალიდანვე, რა თქმა უნდა, სამედიცინო ბრიგადების შეყვანა და ხვალიდანვე უნდა მოხდეს მედიკამენტები და მე დარწმუნებული ვარ რომ სამინისტრო შეძლებს ამის უზრუნველყოფას და ასევე დეპარტამენტი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ მოუშვოთ იარები ჩვენ ბიჭებს და მივიდეთ ამნისტიამდე წყნარად, მივიდეთ ქალბატონებზე მე საერთოდ ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა და სხვათა შორის ქალბატონი მედიკო ალანია ნამდვილად ძალიან ღირსეული ქალბატონია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არასდროს არ ქონიათ პატიმრებს და ის თავადაც უდგება თავდებში ძალიან მინიმუმ 250 ქალბატონს რომლის გამოშვება დღესაც შეიძლება საპატიმროდან კიდევ ერთხელ ვამბობ ნორა კვიციანის და თხელიძის ნანას თამადობით ასე ვთქვა და მოდით რა გვიყვარდეს ერთმანეთი ნუღა გავემეორეთ ქვეყანაში იმ უბედურებას რაც მოხდა მოვითმინოთ სულ ცოტა დარჩა ნამდვილად საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რაღაცა ნაბიჯები გადასადგმელი გვაქვს რომ არ ამოგვიყირავდეს და თავზე არ დაგვემხოს ეს აი ესე შეკოწიწებული ქვეყანა და მოდით სიყვარულით მივიდეთ და არა სიძულვილით ასე რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ აი იმ ხალხს ალბათ გვისმენენ რადიოს საშუალებით მაინც ციხეებში ჩემო მეგობრებო ჩემო ხალხო ჩემო ქართველებო ჩემო სულ ყველა საქართველოს მოქალაქეებო ჩვენ იმედი გქონდეთ ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ და სულ მალე სულ ყველანი აბსოლუტურად სულ ყველანი იქნებით სახლებში უბრალოდ უნდა ცოტა მოთმინება მხარში დაგვიდგეთ ჩვენ დაგიდგებით თქვენ მხარში და ყველაფერი კარგად იქნება მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდით